მან კაფეოდ თქვა ბოლოს, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო მთავრობამ, ეს გადაწყვეტილება არ შეიცვლება. ასეთი გამოსვლები იყო, რომ გთხოვთ, გევედრებით, გემუდარებით, გაგვიწიეთ ანგარიში ჩვენ ამ ხელისუფლების მხარდამჭერები ვართ. განცხადებაც ასე გამოაქვეყნეს ბიძინა ივანიშვილის სახელზე, რომ ბატონისა თქვენ მხარდამჭერები ვართ და გვიშვამდგომლება, თუმცა ბიძინა ივანიშვილმა პასუხიც კი არ გასცემს ჯერჯერობით. ძალიან მნიშვნელოვანი შემცირება მოხდება აკადემიური სტაფის, ოღონდ ამას დროში გაწელავენ. ეხლა არ შემცირდება, მაგრამ შემცირდება თქვა შემდეგ. ესეთი რამ პოსტსაბჭოთა საქართველოში არ მომხდარა არასოდეს ავტონომიურობაზე ასეთი შეტევა და საუნივერსიტეტო სიგრძით დაქვემდებარება, ასე ვთქვათ, სამთავრობო ვერტიკალით. ეს რამ განაპირობა? ის რომ მათ აღმოჩნდეს, რომ ვერ აკონტროლებენ სტუდენტებს, ეს განაპირობა პროფესორ მასწავლებლებს, ამ განაპირობა. რასაკვირველია, ხელისუფლება, რომელსაც ლეგიტიმაციის პრობლემები აქვს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, თავს ვერ გრძნობს უსაფრთხოდ და დაცული. მოკლედ, სტუდენტების ჩართვა ამ აქტიური მასობრივი ჩართვა ამ საპროტესტო მოძრაობაში არის ძალიან მნიშვნელოვანი. და ამ იმედს რა გააჩენს? ისევ პროტესტის მასშტაბურობა, ხო? და პროტესტის მასშტაბურობა და პოლიტიკური პარტიების, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ადეკვატურობა. ამიტომ ეს მასშტაბურობა. ხო, აი ეგ არის პრობლემა ოპოზიციური პარტიების ადეკვატურობა. მოგესალმებით, მე ვარ ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი და ეთერშია გადაცემა პოლიტქალაქი. ხელისუფლება კანონების გამკაცრებას განაგრძობს. ამ კვირაში კიდევ ერთი ცვლილება შეიტანეს გრანტების შესახებ კანონში. ასევე ცნობილი გახდა, რომ შეიძლება მიიღონ ახალი კანონი, რომლის მიხედვითაც ყველა იმ ადამიანს დაიჭერენ, ვინც ამ ხელისუფლების ლეგიტიმურობას არ აღიარებს. ხელისუფლება ასევე უკან არიხებს განათლების რეფორმის მიმართულებითაც. როგორც ამ კვირაში გახდა ცნობილი, ისინი აპირებენ გაეერთიანონ ორი დიდი უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ტექნიკური უნივერსიტეტი. მიუხედავად იმისა, რომ ამ ორივე უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი სასტიკი წინააღმდეგია ამ გაერთიანების, ხელისუფლება ამბობს, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია და არაფერი შეიცვლება. ამ ორივე უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი პარასკევს შეხვდა განათლების მინისტრს, თუმცა იქედან საიმედო ბევრი ვერაფერი გამოიტანეს. ამ შეხვედრას ესწრებოდა თსეუს პროფესორი, სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილიც, რომელიც დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი იქნება. მასთან ბუნებრივია განათლების რეფორმაზე ვისაუბრეთ, თუმცა ასევე შევეხებით ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებასაც. მოგესალმებით ბატონო იაგო, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ჩვენ დღეს ძირითადად ვისაუბრეთ განათლების რეფორმაზე და კონკრეტულად იმ საკითხზე, რამაც გამოიწვია დიდი ვნებათა ხელვა, ეს არის ორი უნივერსიტეტის გაერთიანება, ტექნიკური უნივერსიტეტის და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის. ამ უნივერსიტეტების გაერთიანებას ეწინააღმდეგება ორივე უნივერსიტეტი, მათი აკადემიური პერსონალი. თქვენ გუშინ შეხვდით მინისტრსაც. რა აზრი გამოიტანეთ ამ შეხვედრიდან? მე უსმინე კომენტარებს და რაღაც სხვადასხვა რაღაცას ამბობდა. საბოლოო ჯამში რაზე არის მზად ხელისუფლება? არის მზად რომ უკან დაიხიოს თუ არა? მოგესალმებით ბატონო მერაბ, მივესალმები მაყურებლებს. ჩვენ გქონდა გუშინ შეხვედრა, ეს შეხვედრა იყო საკმაოდ ხანგრძლივი, 5 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა და ერთ-ერთი პირველი საკითხი, რაც დაისვა ამ შეხვედრაზე, ჩემ მიერ დაისვა, სხვა შორის, იყო ეს, მე ვკითხე მინისტრს, რომ რა დანიშნულება აქვს ჩვენ შეხვედრას დღეს, რას უნდა ველოდეთ, რა განზრახვით მოვედით ჩვენ აქ. ეს გაერთიანება უნდა მივიღოთ როგორც უკვე შემდგარი ფაქტი და დღეს ვლაპარაკობ პოსტფაქტუმ, როგორ იქცევა ამ გაერთიანების შემდეგ ეს ორი უნივერსიტეტი, რა ხდება პროცედურულად და ასე შემდეგ, თუ ჩვენ დღეს შევიკრიბეთ იმიტომ, რომ შესაძლებელია, მიუხედავად იმისა, რომ პირველი მოსმენით ეს გადაწყვეტილება პარლამენტმა უკვე მიიღო, შესაძლებელია თვით ამ გაერთიანების შესახებ გადაწყვეტილების გადასინჯვა და შეცვლა. თავიდან მინისტრმა ამ პასუხს თავი არიდა, მაგრამ შემდეგ ეს შეკითხვა ისე დატრიალდა შეხვედრაზე და მან კაფეოდ თქვა ბოლოს, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო მთავრობამ, ეს გადაწყვეტილება არ შეიცვლება და ის რაც დიალოგი შეიძლება გაიმართოს, შეხვედრები შეიძლება გაიმართოს, შეეხება მხოლოდ იმას, თუ როგორ აღსრულდეს ეს გადაწყვეტილება იმისთვის, რომ თუმცა მე რაც უსმენდი კომენტარებს, მე ზოგიერთი პროფესორი ამბობდა, რომ ბოლოსო თქვაო, რომ
აი კიდე შეიძლება რაღაცაზე მსჯელობა 2 წელი შეიძლება ეს გაგრძელდეს და ვიღაცები თითქოს დაიმედებულები გამოვიდეს. იცით რა, ბატონო მერაბა, წარმოიდგინეთ, ესე იგი შეხვედრა გაგრძელდა 5 საათნახევარი და შეხვედრა იყო ემოციურად ძალიან დამოხტული. განსაკუთრებით ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლების მხრიდან იქ ლამის აი ასეთი პოზიცია, ასეთი შეკითხვები იყო თუ ასეთი გამოსვლები იყო, რომ გთხოვთ, გევედრებით, გემუდარებით, გაგვიწიეთ ანგარიში ჩვენ ამ ხელისუფლების მხარდამჭერები ვართ, რეფორმას ვეთანხმებით, ზოგადად უმაღლეს განათლების სფეროში. მოკლედ, ლაიტმოტივი იყო დაახლოებით ასეთი, რომ ჩვენ მოგწონს ქართული ოცნების ხელისუფლება, ოღონდ დარწმუნებული ვართ, რომ ამ გადაწყვეტილებაში სასტიკად ცდება. ანუ ის არის შეცდომაში შეყვანილი და პრინციპში მათი მოთხოვნა იყო უფრო მეტად კი ძალიან კატეგორიული, მაგრამ მაინც აი საერთო კეთილგანწყობის ფონზე თუ შეიძლება ასე ითქვას და როგორც ჩანს ახლა აი ასეთმა ძალიან ემოციურმა დამოკიდებულებამ იმოქმედა მინისტრზე, იმიტომ რომ როდესაც ახლა გეუბნება ვიღაცა რომ მე შენი მხარდამჭერი ვარ, მაგრამ მიიღებ, გეხვეწები ამ გადაწყვეტილებას, გააუქმებ, თუმცა არგუმენტები საკმაოდ სოლიდური ჰქონდათ მათ, გარდა იმისა, რომ აქ ლაბორატორია ტექნიკურ უნივერსიტეტზე, როგორც ბრენდზე, როგორც ძალიან სოლიდური მემკვიდრეობის მქონე საინჟინრო ინსტიტუციაზე, საგანმანათლებლო ინსტიტუციაზე და ასე შემდეგ მის წვლილზე საქართველოს განვითარებაში, მოდერნული საქართველოს განვითარებაში, არა მაინც ამ რთული აღმოჩნდა მინისტრისთვის აი ასეთი დამოკიდებულების ფონზე ხისტად დარჩენა ისევ. ამიტომ შესაძლოა მან შესაძლოა არა, ნამდვილად შეარბილა მან ასე ვთქვათ რიტორიკა, მაგრამ მე პირდაპირ შემიძლია გითხრათ არ ველოდები, რომ ეს გადაწყვეტილება ხელისუფლებამ შეცვალოს. ამას არ ველოდები, შეიძლება რაღაც ახალი ვორდინგი მოძებნოს, ესე იგი თავიდან შეფუთოს ეს, ანახლებურად შეფუთოს ეს. ჩემი აზრით ძალიან ცუდი გადაწყვეტილება, რომელიც საერთოდ უნდა ვთქვა, რომ ზოგადად საგანმანათლებლო პოლიტიკის ჭრილში და ზოგადად ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკის ჭრილში უნდა განვიხილოთ ეს პოლიტიკა არის ღრმად მწამს და დარწმუნებული ვარ ავტორიტარული, მაგრამ აი ესეთი ვითარება იყო, ესე იგი, რომ ხელისუფლება ამბობს, რომ ჩვენ სხვა შორის ძალიან საინტერესოა, ასევე თქვენც ბრძანეთ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პროფესორა ისევე როგორც ტექნიკური უნივერსიტეტის არ ლაპარაკობდნენ მხოლოდ საკუთარი სახელით, ასე ვთქვათ, ინდივიდუალურად, არამედ მათ წინ ედოთ წარმომადგენლობითი ორგანოების გადაწყვეტილებები, სენატის გადაწყვეტილება, რომელიც ძირითადად წარმომადგენლობითი ორგანოა უნივერსიტეტში, ხო, სადაც სრულიად ცალსახად ერთმნიშვნელოვნად იყო ნეგატიური დამოკიდებულება ამ გაერთიანების მიმართ. თუმცა აი ხელისუფლების პოზიცია იყო ესეთი, რომ ჩვენ გვაქვს კანონმდებლობით მონიჭებული რეორგანიზაციის უფლება, ამიტომ ჩვენ უკანონოდ არაფერს ჩავდივართ და როდესაც ეკითხებოდნენ დარბაზში მსხდომნი, რომ რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება, პასუხი მინისტრის იყო მხოლოდ ერთი, რომ ამ გადაწყვეტილებით ჩვენ გვინდა ავამაღლოთ სწავლისა და სწავლების ხარისხი. ანუ განათლების ხარისხის ამაღლებაზე აპელირებდა ძირითადად მინისტრი, თუმცა როდესაც ეკითხებოდნენ, აბა რაში გამოიხატება, როგორ მაღლდება ხარისხი და ასე შემდეგ, ამაზე პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ პასუხი არ არის. თქვენი შთაბეჭდილებით მინისტრი რამდენად იღებს გადაწყვეტილებას ამ თემაზე? რასაკვირველია, ჩვენ არ ვართ გულუბრყვილოები და ეს სრულიად ცხადია, რომ მინისტრი იქ უბრალოდ ახმოვანებს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც არც კი ვიცი მიღებულია თუ არა მხოლოდ კობახიძის მიერ. მე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაშიც ყველა გზა ბიზინა ივანიშვილამდე მიდის. ოღონდ იცით რა, ეს ნამდვილად ეს რა დავარქვა ამას, მოდი ასე ვთქვა, ეს პარადოქსი ნამდვილად იქმნება, რომ ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებით იმრავლებს
საკუთარი კრიტიკოსების წრეს, ანუ მის მიმართ ხო, ანუ ის ხალხი ხა ვინც ტექნიკური უნივერსიტეტი განსაკუთრებით სავსე არის მათი მხარდამჭერი და პრინციპში თქვენს თქვით რომ ასე ელაპარაკებთ თქვენი მხარდამჭერები ვართო განცხადებაც ასე გამოაქვეყნეს ბიძინა ივანიშვილის სახელზე რომ ბატონო თქვენი მხარდამჭერები არ და გვიშვამდგომდება თუმცა ბიძინა ივანიშვილმა პასუხიც კი არ გასცა ჯერჯერობით თავის მხარდამჭერებს და ის სწორედ ამის მიუხედავად რამდენი დაგჭა შტაბ-ბიჭრებმა რომ ისინი გოცნებაზე გაბრაზდებიან და ხარს აღარ დაუჭერენ. იცით რა შეა ეს ზოგადად ესენი მაინც ვერსად ვერ წავლენ ჩვენგან. საერთოდ როდესაც ადამიანი რომელიმე პოლიტიკური ძალის პრინციპული მომხრეა მისი გადაყვანა, ასე ვთქვათ, მოწინააღმდეგეთა ბანაკში, პირდაპირ გადაყვანა მოწინააღმდეგეთა ბანაკში არ ხდება. ეს ზოგადად დადგენილი მოვლენა და კარგად ცნობილი მოვლენა, ხო, ფსიქოლოგიაში, სოციალურ. არა, ასეთ ადამიანებს ჭირდებათ რაღაცა შუალედური განსაწმენდელი, თუ შეიძლება ასე ითქვას. ანუ დიდი ისინი შეიძლება გადავიდნენ ნეიტრალურად განწყობილებში. ან არჩევნებზე არ წავიდნენ. ხო, მაგრამ მიუხედავად ამისა, კაცმა არ იცის ეს კრიტიციზმი, რომელიც მათში გაჩნდა და ეს, ასე ვთქვათ, ბზარი ნდობის ქართული ოცნების მიმართ რამდენად შეიძლება გააღრმავდეს და შეიძლება გააღრმავდეს, გააჩნია ბევრ საკითხს, რომელიც ბევრ პრობლემას, რომელსაც ეს გადაწყვეტილება წარმოშობს. აი მაგალითად ერთ საკითხს შევეხებ მარტო, იმიტომ რომ ეს იყო ძალიან მწვავე საკითხი ასევე იქ რომ მოკლედ თუ ეს ორი უნივერსიტეტი ერთდება მაშინ ცხადია ყველაფერი ისე ვერ დარჩება როგორც მანამდე იყო, ხო? იმიტომ რომ შეერთებას მაშინ რა აზრი აქვს. სხვა შორის მინისტრის პოზიცია იყო ისეთი რომ ჩვენ არ შევამცირებთ არც ერთ სასწავლო პროგრამას, არ შევამცირებთ არც ერთ პროფესორს, ადმინისტრაციის არც ერთ წარმომადგენელს, არამედ მათ ყველა შევინარჩუნებ და მაშინ სრულიად ლოგიკურად ჩდება ესეთი კითხვა, რომ თუ ყველაფერი ისე ძლებურად რჩება, რაღაცა აერთებ, ხო ამ ორ უნივერსიტეტს. ასე რომ არავინ არ დაუჯერა. დიახ და სწორედ ამის თქმა მინდა. შეერთების აზრი რა არის? ანუ აი ამ დაპირებას პრინციპში არავინ დაუჯერა. იქ აბსოლუტურად არავინ არ დაუჯერა და ყველა ხვდება, რომ ეს არის მხოლოდ დროის მოგება, მხოლოდ ასე ვთქვათ აი ამ მწვავე პროტესტის განელების თუ განეიტრალების მცდელობა რასაკვირველია ყველა ხვდება რომ ამას მოყვება და ითქვა იქ კიდეც რომ პროგრამების დადარება მოხდება, დუბლირებული პროგრამები გაუქმდება და ასე შემდეგ. შეუძლებელია პროგრამების შერწყმა მოხდეს ისე, რომ აკადემიური პერსონალი დარჩეს იგივე, სტუდენტების რაოდენობა დარჩეს იგივე. ანუ აბსოლუტურად გამორიცხულია. აბსოლუტურად გამორიცხულია ეს ამბავი. აი ძალიან მარტივ მაგალითს გეტყვით, ბატონო მერაბ, ჩვენ გვაქვს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ამ ფაკულტეტს წარმოადგენენ. მე იგივე ფაკულტეტი აქვს ტექნიკურ უნივერსიტეტს. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი. ახლა როდესაც ეს ორი უნივერსიტეტი გაერთიანდება, ჩვენთან ფაკულტეტზე არის 66 პროფესორი, 66 პროფესორ-მასწავლებელი. იცით რამდენია ტექნიკურ უნივერსიტეტში სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე? 130-მდე. ეხლა წარმოიდგინეთ, უფრო მეტია. ეხლა ეს არის ჯამში სადღაც 200-მდე პროფესორ-მასწავლებელი. ხო, აბსოლუტურად წარმოუდგენელია, რომ 200 პროფესორ-მასწავლებელი სახელმწიფო და ფინანსების პირობებში იმავე პირობებით შეინარჩუნოს რა პირობებშიც ისინი ახლა. ანუ ძალიან მნიშვნელოვანი შემცირება მოხდება აკადემიური სტაფის, ოღონდ ნუ ამას დროში გაწელავენ. ეხლა არ შემცირდება, მაგრამ შემცირდება თქვა შემდეგ წელს. და ასე შემდეგ. ეს მოხდება თანდათან. ამას გაერთიანებას ეძახიან, მაგრამ საბოლოო ჯამში გამოდის ტექნიკური უნივერსიტეტის გაუქმება. აბსოლუტურად. თესეუს სახელი რჩება, იმათი სახელით საერთოდ აღარ იქნება. და ყობახიძე ამბობს, რომ ეს იმიტომ კეთდება, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტშიო ტექნიკური მიმართულები გერი გახდაო, აღარ ექცევა ყურადღებაო და ამისთვის უპრიანი არ არის, რომ
ცალკე უნივერსიტეტს უთხრა რომ განავითაროს ეს ტექნიკური მიმართულებები და არა გაერთიანება. ანუ იმისთვის თუ გინდა ტექნიკური მიმართულების გაერთიანება სხვა უნივერსიტეტთან შეერთება რატო არის ეს პრიორიტეტი? ეგ ჯერთი ეს არის არაუბრალოდ დემაგოგია, არამედ ფაქტობრივი ტყუილი, სხვა შორის ითქვა ამის შესახებაც ამ შეხვედრაზე, რომ სასწავლო პროგრამების დიდი უმრავლესობა, ეს არის დაახლოებით 80% არის მოდის სწორედ საინჟინრო სპეციალობებზე და სოციალური, ჰუმანიტარული ან იურიდიული სპეციალობები შეადგენს სადღაც მაქსიმუმ 20%-ს მთელი, ასე ვთქვათ, საუნივერსიტეტო სწავლების. ეს ასია და კი ბატონო, ეს ჩვენ შეგვიძლია ვიდაოთ რა უნდა მაგალითად სოციოლოგიას ან რა უნდა ჟურნალისტიკას ტექნიკურ უნივერსიტეტში, მაგრამ უთხრა რომ ეს ჰუმანიტარული ფაკულტეტები მაშინ გადავა სხვაგან და შენ განავითარე ტექნიკურ მიმართულებას. აუქმება რანაირად განავითარებს ამას. რასაკვირველია, რა თქმა უნდა, თანაც ძალიან ბევრი დეტალი აქვს, მე რა სრულიად ისეთი ცხადი და თვალსაჩინო, რომ ეს რასაც ხელისუფლება ამ გაერთიანების შესახებ ამბობს, არის წმინდა წყლის დემაგოგია. აი მაგალითად, ხო ვთქვი, რომ მინისტრის ძირითადი არგუმენტი, სხვა შორის პოპახიძის ძირითადი არგუმენტიც არის ის, რომ ხარისხი ამაღლდება. ხარისხის ასამაღლებლად ქვეყანაში ფუნქციონირებს დიდი ინსტიტუცია, ეს არის ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი. მის ფუნქცია სწორედ ეს არის, რომ შევიდეს უნივერსიტეტებში და უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამების სწორედ განათლების ხარისხის უზრუნველყოფის თვალსაზრისით შინაარსობრივად შეაფასოს და გაწერილია მთელი ეს პროცედურები. ექსპერტთა ჯგუფები იქნება, მე თავად ვარ ასეთი საექსპერტო ჯგუფის წევრი, ხო, რომელსაც ქვია პროგრამული აკრედიტაციის შეფასების ჯგუფი. იქ მოწვეულია უცხოელი სპეციალისტები და ამავდროულად. ანუ ხარისხის შემოწმების და მონიტორინგის და ხარისხის განვითარების მექანიზმები ქვეყანას აქვს და ეს მექანიზმები საერთო ევროპული საგანმანათლებლო სივრცის არსებითი მექანიზმებია, რომლებიც ჩვენ მაშინდე რაც 2005 წელს ბოლონის პროცესში შევერთვით, ჩვენთანაც ამოქმედ და რა, ასე რომ ეს ყურით მოთხრეული არგუმენტია, თუ გინდა ხარისხის შეამოწმო, არსებობს ამის მექანიზმი გაერთიანება ამისთვის რასაჭირო. მაგრამ ერთ რამეს მინდა გაუსვა ხაზი და ეს პრინციპში ეს არის ჩემი მთავარი სათქმელი და ეს სათქმელი პირდაპირ თქვი და არა ორაზროვნად თქვი გუშინ, რომ ეს საკითხი ამ ორი უნივერსიტეტის გაერთიანება ამ საკითხს არ უნდა შევხედოთ კონტექსტიდან ამოგლეჯილად. ეს არის ქვეყანაში მიმდინარე ზოგადი პოლიტიკის ერთ-ერთი რგოლი. აი ახლა გაგახსენებთ ცვლილებას, რომელიც პარლამენტმა უკვე დაამტკიცა პირველი მოსმენით. ეს არის გრანტების შესახებ კანონში ცვლილება, ამ ცვლილების თანახმად ჯერით იცვლება გრანტის ცნება, გრანტად ჩაითვლება ნებისმიერი კონტრიბუცია, ნებისმიერი სახსარი, რომელიც შემოდის უცხოეთიდან ქვეყანაში, არა მხოლოდ ფულადი, არამედ ასევე ნატურალური. მაგალითად ტექნიკა თუ გამოგიგზავნოს, ხო? თანაც ლაპარაკია იმაზე, რომ ეს შემოსული კონტრიბუცია თუ ხმარდება ისეთ აქტივობებს, რომლებიც საზოგადოებაზე გავლენის მქონეა ან საზოგადოებაზე გავლენის მოხდენის ცდელობას თუ განზრახვას შეიცავს, აი ნებისმიერ ასეთი აქტივობისთვის ფულის დახარჯვა უნდა შეთანხმდეს ხელისუფლებასთან, მთავრობასთან. ანუ შეიძლება ეს მარტო NGO-ებს კი არა, უნივერსიტეტებსაც შეეხება. შეიძლება კი არა, აუცილებლად შეეხება და მე უთხარი ეს გუშინ მინისტრმა, მიუხედავად იმისა, რომ უნდა აეცილებინა თავიდან, ასე ვთქვათ, ამ საკითხზე საუბარი, მან ეს პრინციპში დაადასტურა. ეხლა ვნახოთ, რას აკეთებს აკადემიური სივრცე, რას აკეთებენ უნივერსიტეტები. უნივერსიტეტს აქვს საყოველთაოდ აღიარებული სამი მისია. ერთი ეს არის ცოდნის გადაცემა, ანუ სწავლება, მეორე ეს არის ცოდნის წარმოება, ანუ კვლევა და მესამე მისია, ეგრეთ წოდებული მესამე მისია არის უნივერსიტეტების მონაწილეობა ქვეყნის სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრებაში. ანუ უნივერსიტეტს ევალება მოქალაქის ჩამოყალიბება, საზოგადოებრივი აზრზე მოქმედების მოხდენა. ანუ რა უნივერსიტეტის არსებობის წესში დევს ის, რომ
მას საზოგადოების განვითარებაზე ედოს ვთქვათ ხელი, ამ მაჯისცემაზე ედოს ხელი და რასაკვირველია იქონიოს გავლენა საზოგადოებრივ აზრზე, საზოგადოებაში არსებულ დამოკიდებულებებზე და ამ შემდეგ. და ხელისუფლება ამბობს, რომ ნებისმიერი თეთრი, რომელსაც უნივერსიტეტი მოიზიდავს გარედან, თუმცა ხელისუფლება იმასაც ამბობს, რომ ეს ზედმეტად NGO-ებისთვის და მედიისთვის მივიღეთ და თქვენ პრობლემას არ შეგიქმნით. ეს რას ნიშნავს ამბობს? არსებობს სრულიად მკაფიო საკანონმდებლო შეზღუდვა უკვე ამ მიმართულებით. ხო, ესეთი რამ თუ მოუნება შეგიქმნის. ესეთი რამ პოსტსაბჭოთა საქართველოში არ მომხდარა არასოდეს ავტონომიურობაზე ასეთი შეტევა და საუნივერსიტეტო სივრცის დაქვემდებარება, ასე ვთქვათ, სამთავრობო ვერტიკალით. ასეთ რამე არასოდეს არ მომხდარა, მაგრამ კი არა, საბჭოთა კავშირის არსებობის ბოლო წლებშიც კი არ ყოფილა ასეთი ხისტი ხელისუფლება უნივერსიტეტების ეს რამ განაპირობა ის რომ მათ აღმოჩნდეს რომ ვერ აკონტროლებენ სტუდენტებს, ვერ აკონტროლებენ პროფესორ-მასწავლებლებს, ამ განაპირობა. რასაკვირველია. მთელი ეს რეფორმა მას რასაკვირველია. შევხედოთ, აბა რა ხდება სხვადასხვა ინსტიტუციების მიმართ ქვეყანაში. მე რა თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ კრიტიკული მედია რა დღეშია. ფაქტობრივად სრულ ყაფავს. ნუ არასამთავრობო სექტორი, სამოქალაქო საზოგადოების სექტორი განადგურების პირასაა რა. თქვენ ხედავთ რა ხდება ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან მიმართებით. ნაწილი ციხეშია, ნაწილი წლობით ციხე ემუქრება თუ ყველას არა. ნუ საერთოდ აუქმებს ხელისუფლება ოპოზიციურ პარტიებს საკონსტიტუციო სარჩელი არსებობს. ერთადერთი კუნძული, ასე ვთქვათ, თავისუფლების, ავტონომიურობის, კრიტიკული აზროვნების ეს იყო აკადემიური სივრცე და იყო უნივერსიტეტები. და რასაკვირველია, ხელისუფლებას უნდა უნივერსიტეტების მოთვინიერება, უნდა ამ სივრცის მოგუდვაც იმისთვის, რომ ბოლომდე, ასე ვთქვათ, სრული სვლით განახორციელოს თავისი ავტორიტარული პოლიტიკა. სხვა შორის, როდესაც მე ეს ბატონ გივი მითანაძეს ვუთხარი, მან მითხრა, რომ ნუ ეხა ეს არის გაზვიადება, იმიტომ რომ კვლევები, საერთაშორისო პროექტების შესახებ მთავრობა თანხმობას რაღაც კონვეიერულ რეჟიმში განახორციელებს. ანუ არ შეგექმნას გრანტებზე. და რატო არ შეგვიქმნის? აი რატო? შეიძლება ვიღაცას არ შეუქმნას, მაგრამ ვიღაცა შეუქმნას, ხო? ვისთვის მიუღებელია. ბევრს შეუქმნის. მაგას როგორ გავსაზღვრავ? განსაკუთრებით იმ დისციპლინებს, რომლებიც სოციალურ-პოლიტიკური მიმართულებით არსებობს, ხო? ესე იგი, სოციალური მეცნიერებები ხელისუფლებისთვის ყოველთვის არის ავტორიტარული ხელისუფლების ყოველთვის არის ამიზნე, იმიტომ რომ ისინი საზოგადოებაში არსებულ განწყობების სარკია, ხო და ისინი აჩვენებენ ხელისუფლებას, მათ ხარვეზებს, უსწერწილებს, ჩავარდნებს, ამხელენ მათ ავტორიტარულ მადას და ასე შემდეგ. ასე რომ მოკლედ მიზანი ეს არის ამ საუნივერსიტეტო სივრცის მონოპოლიზაცია მთავრობის მიერ. ხო და ნუ ჯერჯერობით რაც დაისახეს მიზნად ყველაფერს მიაღწიეს ფაქტობრივად, ხო? მიუხედავად აქციების, მიუხედავად პროტესტისა, ყველაფერს აკეთებენ და სავარაუდოდ ამასაც გააკეთებენ. ყველაფერს მიაღწიეს, ოღონდ რის ფასად, ესეც საინტერესოა. მე არაერთხელ მithქვამს და კიდევ ერთხელ უნდა გავიმეორო, კი ისინი აი ესე რეგულარულად, თანმიმდევრულად გამენაბიჯებს წინ ავტორიტარიზმის მიმართულებით, მაგრამ ამას ასევე ესეც უნდა ვაღიაროთ და სრულიად დაშკარა ესეც, რომ ამას არ მოყოლია ის, რომ მათ გაზარდეს ხელისუფლების შიგნით საზოგადოების მხარდაჭერა მათ მიმართ. შესაძლოა მათ შიში გაზარდეს, მაგრამ შიში მხარდაჭერაში არ გადაზრდილა, ამას სხვა შორის აჩვენებს ბოლოდროინდელი გამოკითხვებიც, პირიქით მათ შეუმცირდათ მხარდაჭერა და ასევე მათ აქვს ძალიან სერიოზული პრობლემები გარე ლეგიტიმაციის თვალსაზრისით. ხელისუფლება, რომელსაც ლეგიტიმაციის პრობლემები აქვს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, თავს ვერ გრძნობს უსაფრთხოდ და დაცულად. ხო, მაგრამ ხო ხედავ, ხარ ახალ კანონს იღებენ, ვინც არ გვაღიარებს, თავად ციხეში ჩვენს ლეგიტიმურობას ვინც არ აღიარებს. ანუ რამეზე უკან კი არ იხევენ, რომ აი ასე ვთქვათ, რაღაცას შევცვლით, არამედ პირიქით, ანუ რაც უფრო მეწინააღმდეგობას ხელისუფლებას ესეთ მისი რაც მეწინააღმდეგობას გაგვიწევთ, მეტ უარეს გავაკეთებთ, ხო? ვისებს ამას არ ცვალებენ, ეს ჩვენი კანონები არის რეაქცია. ხო, აი მივიღეთ კანონი გრანტების შესახებ, ვიღაცა ესტონეთში დარეგისტრირდა და ხვრელი იყო, ეხლა ხვრელს ამოვქოქავთ. ვიღაცა არ გვაღიარებს, კანონის ძალით გაღიარებინებთ და ასე შემდეგ. ხო, უბრალოდ არ მე მგონია, რომ ხელისუფლებას ანუ ბოლომდე მიდიან. ხო, ხელისუფლებას არ ეყოფა ძალის ხმევა იმისთვის, რომ
და ეს ასე ვთქვათ პროცესი მისი ავტორიტარიზმის თუ დიქტატურის სასარგებლოდ ბოლომდე მიიყვანოს. რატომ გონიათ? ჯერთი იმიტომ რომ რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მნიშვნელოვანია ის ვერ უშველა ამას ვერ. არა, ვერ უშველა, მაგრამ პროტესტი გრძელდება, პროტესტი ამ ხელისუფლებას აღიზიანებს. ჩვენი ქვეყანა არ არის თვითკმარი რესურსულად, ამ ყველანაირ რესურს გულისხმობ, მატერიალურ რესურს გულისხმობ, ინტელექტუალურ რესურს გულისხმობ. ჩვენ აუცილებლად გვჭირდება უსაფრთხოების რესურს გულისხმობ, ხო? ჩვენ აუცილებლად გვჭირდება პარტნიორობა, თანამშრომლობა და თუ ქვეყანა დარჩება იზოლირებული თანამშრომლობის გარეშე, მაშინ ის საკუთარ თავს ვერ შეინახავს მარტივად რომ ვთქვა. აი ხელისუფლებას გაუფუჭდა ურთიერთობა დასავლეთთან, მან გადაწყვიტა რომ სიმძიმის ცენტრი გადაიტანოს აღმოსავლეთზე, მაგრამ ნახოთ მე რა, აბა თქვენ მითხარით თუ ვწდები აღმოსავლეთში რაიმე მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია ხელისუფლება? ხო, ну ჩინეთთან ჯერ ვერა, იმიტომ რომ ჩინეთი არ შემოვიდა აქ არც პორტში, არც ბანკებში, არც ისინი მეცქოდა, მაგრამ სამაგროდ არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში დადიან ხო, არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში ყველაზე დიდმა ინვესტიციამ ხელისუფლების საწინააღმდეგოდ იმუშავა, მის მარგინალიზაციას უფრო შეუწყო ხელი. იმიტომ რომ გაჩნდა ეს ასე ვთქვათ არაბული ქალაქის მაგრამ აქ რა ერთი თემა არის ხო ისტორიულად ძალიან მნიშვნელოვანი მიწაზე ქვეყანაში რაც თვით ქართული εθნობის მომხრეებსაც არ მოწონთ. ხო, არ მოწონთ, მაგრამ ჩვენ ამაზე ვისაუბროთ უკვე. ისინი მაინც უარს არ ამბობენ ოცნების მხარეს. ანუ ოცნება ვერ გრძნობს, რომ აქ სადმე შიგნით მხარდამჭერებს კარგავს, ან შეიძლება ეს არც აინტერესებს იმ დონეზე აქვს უკვე დახვეწილი საარჩევნო ტექნოლოგიები, რომ პლუს მინუს რაღაც რამდენიმე შეუძლებელია ეს არ აინტერესებდეთ. ხო, მაგრამ ნუ თავდაჯერებულად გრძნობს. თორე რა გრძნობს, მაშინ უკან დაიხევდა რაღაცაზე. იცით რა, მე ვფიქრობ, რომ მათ უკან დახევა მოუწევთ რაღაც საკითხებთან მიმართებით და თანაც მათი თავდაჯერებულობა რატო არის მაშინ პირდაპირ პროპორციული ავტორიტარიზმის გაღრმავების ან კანონების გამკაცრების ან გაბრუტალურების თუნდაც თავიანთი მომხრეების გადაკიდების. რატო ამ თავდაჯერებულები არიან, მაშინ რატომ ამკაცრებენ ქვეყანაში უკიდურესად ამკაცრებენ ავტორიტარიზმის ხარისხს, ხო? მე არა ვარ დარწმუნებული მათ თავდაჯერებაში და იმაში, რომ ისინი აი ეს ძალადობრივი მეთოდებით შეძლებენ ხელისუფლების შენარჩუნებას და მართვას. ამაში არ ვარ დარწმუნებული ნამდვილად. ხო, მაგრამ მარტო ასე ვთქვათ იმედზე რო არ ვიყოთ, აქეთ მხარეს რა უნდა გაკეთდეს. ახლა როგორც თქვენ სოციოლოგს ისე გეკითხებით, უკვე პოლიტიკურ პროცესებს სწავლობთ, დიდი ხანი ადევნებთ თვალყურს. აი, მარტივად რო ვთქვათ, როდესაც ეს განათლების რეფორმა დაიწყო, ყველას ეგონა რომ პირველ რიგში ვისაც გააუქმებდნენ, იყო ილიაუნი, რადგან ილიაუნი არის ოპოზიციური. ეგ მოხდება ხო? ოპოზიციური და ესენი ადგენდა თავისიანებს მიადგნენ ჯერ. იმათ აუქმებენ და ესეც კი დიდად არ ადარდებს. პრობლემა დღეს ყობახიძე გამოვიდა და ნებადღელვა ამაში უნდა დაიხარჯოს ძირითადად, მათ ისინი ფიქრობენ რომ ამაში მოდი აი ამაში დავხარჯოთ ძირითადად იმ ნებადღელვა და შემდეგ ილიას საკითხი რომ მოვა, იქ უკვე ემოციისგან დაცლილი იქნება საზოგადოება. აუცილებლად მოვა. ან შეიძლება იმიტომ რომ ილიას მხრიდან წინააღმდეგობას ელოდებიან და ტექნიკურ უნივერსიტეტის რექტორებიდან ასეთ დიდ წინააღმდეგობას არ ელოდებიან, რომ თავისიანებს მიადგნენ. ეს იყო გარკვეული სურპრიზი მათთვის, რა თქმა უნდა. თან შესაძლოა მათ ქონდათ ეგეთი წარმოდგენა, რომ ილიას გავაუქმებთ და არგუმენტი გვექნება, რომ აი ჩვენ მოწინააღმდეგეებს კი არ ვაუქმებთ ილიას. აგერ ჩვენი მომხრეებსაც გავაუქმებთ. ჩვენი მომხრეებიც გავაუქმებთ. ასე რომ ეს თითქოს უნდა წარმოადგინონ რაციონალური რეფორმის აი ამ გახვიონ აი ამ საბურველში და თქვან რომ აგერ ჩვენ მომხრეებიც კი დაუქვემდებარეთ ამ რეფორმას. შესაძლოა მათ ქონდათ ეს, შესაძლოა არანაირ ლამის დარწმუნებული რომ ქონდათ ეს მოლოდინი, რომ ასე წინააღმდეგობა არ წამოვიდოდა ტექნიკური უნივერსიტეტისგან, მაგრამ წამოვიდა. ხვალ ილიას ბედის გადაწყდება და მე მგონია და გუშინ შეხვედრაზე ეს მინისტრის ლაპარაკში ეს მოტივები აუცილებლად ჩანდა, რომ რეგიონული უნივერსიტეტებიც აღმოჩნდებიან ძალიან ცუდ დღეში. მაგალითად ბათუმის უნივერსიტეტი, თელავის უნივერსიტეტი. მე ვფიქრობ, რომ ისინი საუნივერსიტეტო სტატუსს დაკარგავენ. იმიტომ რომ მინისტრმა გუშინ თქვა, რომ უნდა არსებობდეს საქართველოში ორი ქალაქი, ეს არის თბილისი და ქუთაისი, ორი დიდი უნივერსიტეტით
და სხვაგან უნდა იყოს პროფსასწავლებლები? არა, პროფსასწავლებები არა, პროფილური უნივერსიტეტები შეიძლება იყოს, მაგალითად პედაგოგიური, მაგალითად არ ვიცი, საზღვაო, მაგალითად და ასე შემდეგ. გასაგები, ანუ როგორც კომუნისტების დროს იყო პრინციპში. ხო, დაახლოებით ასე იყო. ბათუმის უნივერსიტეტის კომუნისტების დროს ინსტიტუტის სტატუსი ჰქონდა. უნივერსიტეტი არ იყო. პედაგოგიური იყო თუ არ ხო, პედაგოგიური ინსტიტუტი. ილიას უნივერსიტეტის მთლიან გაუქმება თუ არა, ყოველ შემთხვევაში აი ამ პედაგოგიურ პროფილამდე მის დაყვანა მოხდება. ნახოთ ეს ძალიან მალე გახდება. კი ბატონო, უბრალოდ მე ამას გეკითხებოდი ხა საერთო პოლიტიკურ კონტექსტს რო შევხედოთ, ხო? ანუ ხელისუფლება თითქოს ვერ გძნობს რამე განსაკუთრებულ წინააღმდეგობას, რაზეც საუბრობდით, თქვენ კი გაქვს იმედი, რომ ასე ვერ გაგრძელდა, მაგრამ ისინი ამას აშკარად ვერ გძნობენ. მიდიან ბოლომდე კანონების განკაცება, აგერ უნივერსიტეტების გაუქმება, რასაც გვინდა იმას გავაკეთებთ, ფაქტობრივად არაფერზე უკან არ იხევენ, პირიქით ჭანჭიკებს უფრო უჭერენ და აქეთა მხრიდან რა ვითარებაშია დღეს ოპოზიცია, პროტესტი თქვენი შეფასებით, რა უნდა მოხდეს, რომ უფრო მეტი წინააღმდეგობა იგრძნოს ხელისუფლება? საზოგადოების მხრიდან უფრო მეტი წინააღმდეგობა, უფრო სწორედ რაღაცნაირად შენელებული წინააღმდეგობის უფრო გააქტიურება უკვე დაიწყო. მე გულისხმობ სრულად კონკრეტულ ინდიკატორს, ეს არის შაბათის მარშები. თქვენ ჩვენ ხვდებით ერთმანეთს, ბატონ მერაბ ამ მარშებზე და ვხედავთ, რომ ეს მარშები გაძლიერდა, გამრავლდა. დღეშაბათია, დღეშაბათის მარშია და არსებობს ესეთი დაკვეთა, თუ შეიძლება ასე ითქვას, თავისუფალი საზოგადოების მხრიდან, რომ მოდი და წამოიყვანე +1, ვინც ამ მარშზე აქამდე არ ყოფილა. ხო, მე ვფიქრობ, რომ დღეს კიდევ უფრო მრავალრიცხოვანი და ესეთი მასშტაბური იქნება ეს პროტესტი, ანუ პროტესტი იკრებს ძალას, მან ერთ პერიოდი ძალა დაკარგა, იმიტომ რომ როდესაც იბრძვიდა, ასე ვთქვათ, ხელშესახებ შედეგს ვერ ხედავ, დგება იმედგაცრუება, დგება ფრუსტრაცია, შიში, გაუცხოება, დაღლა, გადაღლა და ასე შემდეგ, მაგრამ ეს პროტესტი ახალ ძალებს იკრებს, იმ გაუგონარი რაღაცა ბრუტალური კანონების პირობებში, რომლებიც ხელისუფლებამ უკვე მიიღო, ეს ერთი და მეორე, რამდენად ჩემთვის ცნობილია, თუმცა ამაზე უკეთეს პასუხს პოლიტიკოსები გაგცემენ, ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრშიც არსებობს შეთანხმება საერთო სტრატეგიაზე და მე რამდენიმე პოლიტიკოსი შემხვდა, სწორედ აი ამ საპროტესტო მარშებზე, რომლებსაც მითხრეს, რომ ეს სტრატეგია სულ ცოტა ხანში გამჟღავნდება, რაღაც ერთობლივი მე სიმართლე გითხრა ძალიან სკეპტიკურად და განწყობილად რომ ჩვენს ოპოზიციურ სპექტრში სულ ლაპარაკობენ ერთიანობაზე და არასდროს ეს არ გამოვიდა, ხო, ბოლომდე ერთიანობა. ხო, ნახოთ, ფაქტია რომ ყველას თავისი ეგოები აქვს, თავისი ამბიციები აქვს. ამ პროტესტ პოლიტიკური შემადგენელი თავისი ეგო აქვს, ამბიცია აქვს და ასე შემდეგ. ამ საპროტესტო მოძრაობას პოლიტიკური შემადგენელი ნამდვილად ჭირდება და მე იმედი მაქვს, რომ ეს შემადგენელიც ჭირდება ალტერნატივა ხალხს, რომელსაც დაინახა. ხო, ხალხი რასაც ითხოვს, ის ხალხი, ვინც ნეიტრალურია და თქვა ასე არ არის პროტესტში ჩართული, ისინი ამბობენ, რომ აი, გვაჩვენეთ ვინ არის ალტერნატივა, ან რა არის ალტერნატივა, რომელიც ჩვენებასაც ოპოზიცია ვერ ახერხებს, ფაქტია. ხო? რომ აჩვენოს ერთიანი ძალა, აჩვენოს ხალხს ჭირდება, რომ დაინახოს ძალა, ვიღაც არის, ვისაც შეუძლია წინააღმდეგობის გაწევა, ეს არის ერთიანი, ეს არის ძალა აქვს მას, ყავს რაღაცა ძლიერი ლიდერი, ან ლიდერთა ჯგუფი, აი ასეთი რამ ვერ ხდება. გეთანხმებით, მაგრამ სტრატეგიაზე შეთანხმება რას მოიწონს? არა, გეთანხმებით, მაგრამ არიან მათ შორის ახალი სახეები, არიან ძველი სახეები, რომლებიც ვთქვათ, განსხვავებული რაკურსით, განსხვავებული პერსპექტივით უყურებენ არსებულ ვითარებას. აი, ნახოთ. ხო, ასეთ ვითარებაში ვართ, ხო, ნახოთ, რამეს იზამს თუ არ იზამს ოპოზიცია, მაგრამ შანსი არის, რომ ისევ იგივე წრეზე ვიტრიალოთ და ფაქტობრივად არაფერი შეიცვალოს. და თქვენი, ასე ვთქვათ, რჩევა ან მოწოდება ამ ადამიანის მიმართ რა იქნებოდა, რა უნდა გააკეთონ რეალურად დღეს? პირველ რიგში მათ უნდა გააკეთონ ის, რომ არ ჩაძირონ ერთმანეთი და თუ თქო გაერთიანება არა, ინსტიტუციური გაერთიანება არა, ყოველ შემთხვევაში კოორდინირებული მოქმედება მაინც უნდა შეძლონ, რომ მათმა ურთიერთობამ რაღაცა სინერგიული ეფექტი მოიტანოს. ანუ ეს არ იყოს არა მექანიკური კოორდინაცია, არამედ რაღაცა ახალი თვისებრიობა დაბადოს. ეს ერთი და მეორე ის, რომ
აი ამ საზოგადოებამ, მათ შორის აკადემიურმა საზოგადოებამ და სტუდენტებმა, ხო, აი სტუდენტები ძალიან აკლია ამ საპროტესტო. ჩვენ ნახეთ ეგრეთ წოდებული რუსული კანონის გაპროტესტების პირობებში სტუდენტების აქტიურობა რამხელა ეფექტი მოიტანა, ხო, შემდეგ მინელდა ეს უნდა ვთქვათ პირდაპირ ეს ამბავი მინელდა, მაგრამ სტუდენტები, მოკლედ სტუდენტების ჩართვა ამ აქტიური ჩართვა, მასობრივი ჩართვა ამ საპროტესტო მოძრაობაში არის ძალიან მნიშვნელოვანი და მე ვფიქრობ, რომ აი ადამიანები, რომლებიც მრავალი მიზეზის გამო არიან უკმაყოფილონი ამ ხელისუფლების პოლიტიკით, უნდა გააქტიურდნენ, გამოვიდნენ სახლებიდან, ხო და მათ мотиваცია სწორედ ამამ უნდა გაუჩინოს, რომ რაღაც ალტერნატივა დაინახონ, ძალა დაინახონ და იმედი გაუჩნდეს, რომ გამოვიდნენ, ხო? ზოგი ამბობს, რომ ვერაფერი ნაირ იმედს ვერ ვხედავ ხა პროტესტში და შესაბამისად აღარ გამოვდივარ მე. კი და ამ იმედს რა გააჩენს? ისევ პროტესტის მასშტაბურობა, ხო? და პროტესტის მასშტაბურობა და პოლიტიკური პარტიების, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ადეკვატურობა. ამიტომ ეს მასშტაბურობა ხო, აი ეგ არის პრობლემა ოპოზიციური პარტიების ადეკვატურობა. ანუ მოვლენებისადმი ადეკვატურობა. საკუთარ ამბიციებს და ეგუებს ვერან ვერ გადააბიჯა ჯერჯერობით სამწუხაროდ. ხო, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ისინი არიან ძალიან დიდი წნეხის ქვეშ და ამ წნეხს გაუძლო იოლი არ არის, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, მე ვიცი, რომ ეს მუშაობა მიდის. აი ერთადერთი ბოლოს რაც მინდა გკითხოთ, რაზეც ხელისუფლებამ თითქოს რაღაცა ის რეაგირება გააკეთა ამ მიდარ მოვლენებზე, რომ დებატების შესთავაზა საზოგადოებას და ოპონენტებს. და ყობახიძე ამბობს, რომ აი პოლარიზაცია დიდია, ამას აღიარებენ და ამის შესამჩნევად მოდი დავაბრუნოთ დებატები, რომელიც თვითონ გააკრეს, მაგრამ ამბობენ, რომ ოპოზიციას აბრალებენ. მაგრამ ხა პოლარიზაციის შემცირება თუ გინდა, ხო, პირველ რიგში ბაში გამოუშვეს პატიმრები, ხო? შეცვალეს რეპრესიული კანონები, ამას კი არ აკეთებენ. ხელშეუხლო გეუბნება, რომ არა, უფრო მეც დაგიჭერთ. ახლა აქ საერთოდ ახლა დააყადაღეს უამრავი ადამიანი, უფრო მეც დაგაყადაღებთ, უფრო რეპრესიულ კანონს მივიღებთ. მაგრამ აგერ სალაპარაკო თუ გინდა ვიღაცებს დავპატიჟებთ, ხო? მათ შორის ისეთ ოპოზიციას პრეტნაკლებად მისაღებია და ეს შეამცირებს პოლარიზაციას. ეს ხელისუფლების განცხადება დებატების აუცილებლობის შესახებ ცინიკურია და მით უფრო ღმავდება ეს ცინიზმი, რაც უფრო ღმავდება ავტორიტარიზმის ხარისხი. ჯერთი ისინი დებატებში არ ეძახიან ისეთ იმ ოპოზიციას, რომლის გაუქმებას წაპირებენ, იმიტომ რომ თვითონ ხვდებიან, რომ საკუთარ თავთან წინააღმდეგობაში მოდიან, ესე თუ გინდა გააუქმო ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, თუ ფიქრობ, რომ ისინი ქვეყნის განვითარებას, მის სუვერენულობას საფრთხეს უქმნიან და უნდა აღიგავონ პირისაგან მიწისა, მაშინ დებატებში რატომ და რა. ამიტომ და ეხლა იმას ხალხის ძალასთან და სხვა ასეთ პარტიებთან დებატებს კიდე რა აზრია? საკუთარი წიაღიდან დაბადებულ სუროგატ ოპოზიციურ პარტიებთან დებატებს აწყობენ. ამიტომ თვითონ ამაში ჩანს, ხო, ეს სუროგაცია ამ დებატების არც არავინ ეძახის ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს. რაც შეეხება, თითქოს ექსპერტულ ულტრებს დაუძახებენ მაგალითად იგივე განათლების რეფორმასთან მიმართებით დებატებში. მე მაინც ვფიქრობ, შეიძლება ბევრი არ დამეთანხმოს, რომ ესე იგი დებატებზე ბოლომდე უარის თქმა, უპირობო თუ არის თქმა არ შეიძლება, რა. მაგალითად, აი ამ აკადემიურ რეფორმებზე, საუნივერსიტეტო სფეროში არსებულ რეფორმებზე დებატებში ხო, ანუ ექსპერტები შეიძლება დათანხმდნენ და მივიდნენ და დებატები აჩვენო ამ ასე ვთქვათ რეფორმების ავტორიტარული ხასიათი და ბუტაფორიული ხასიათი და ასევე თუ დებატებს თქვენ აბსოლუტურად სწორი ბრძანეთ და გეთანხმებით, რომ ამ დებატებს უნდა კონდეს თავისი რაღაცა წინაპირობა, ხო? მაგალითად, აი მაგალითად იმ კანონის გაუქმება, რომ ნებისმიერი თეთრი, რომელიც გარედან შემოვა, არ უნდა შეთანხმდეს ხელისუფლებასთან. მაგალითად ის, რომ ტროტუარზე დგომისთვის ხალხი არ დაიჭირონ და ასე შემდეგ. აი ამ ელემენტარული ნორმების, დემოკრატიის ელემენტარული გამოვლინების ინსტიტუციონალიზაცია თუ არ მოხდა, ისე ეს დებატები დაემსგავსება, რაღაც, რა ვიცი, რას დაემსგავსება, შეფუთვას, ფასადს ავტორიტარიზმის ძალიან მახინც სხეულს. გასაგებია. მადლობა დიდი გადაცემაში მონაწილეობისთვის. მადლობა თქვენ.